სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გურჯაანის კულტურის ცენტრში ორი სპექტაკლი გაიმართა. ადგილობრივმა თეატრალურმა დასმა ჩვენ გველის დიდება წარმოადგინა. სტუდია მოდინახემ კი ჰელადოს. სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეოთხედ იმართება. აღონისძიების მიზანია ქვეყანაში სამოყვარულო სახალხო თეატრების მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია. მე ვარ ბედნიერი იმით რომ სიღნაღის ფესტივალი კვლავ ერთი დღით ჩვენთან სტუმრობს გურჯაანის კულტურის ცენტრს და იმით ვარ ბედნიერი რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ბავშვები თამაშობენ სპექტაკლს დიდება, ჩვენ გველის დიდება, რომელიც ახლა გაიმართა და სრული ანშლაგით და მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგად ჩაიარა ამ სპექტაკლმა და აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ბავშვებით, გურჯაანელი ახალგაზრდებით და მადლობა მინდა მაყურებელსაც უთხრა მობრძანებისთვის და სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრი თვალსაზრისით ესეთ შეხვედრებს, ესეთ ფესტივალებს, როდესაც ეს ფესტივალი არ ტარდება მხოლოდ ერთ ქალაქში და სხვადასხვა ქალაქს მოიცავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და ჩვენთვისაც, სტუმრებისთვის და რა თქმა უნდა პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის, რომლებისთვისაც ალბათ პირველ რიგში ტარდება ხოლმე ფესტივალი. რაც შეიძლება სპექტაკლს მე არ მახსოვს გურჯაანს ჩამოსულიყავი და ოდესმე იმედგაცრუებული წავსულიყავი თქვენი თეატრის, თქვენი მსახიობების, რეჟისორების, ქორეოგრაფების, აქ ბევრი ადამიანია ხო ჩართული ნამუშევრის ხილვის შემდეგ და მართლა იყო უთილსა ვესწრებით ხოლმე სპექტაკლს, მე მივდივართ, ბევრს ვსჯელობთ, ვერს განდიხილავთ, ვაკრიტიკებთ რა თქმა უნდა მის გარეშე შეუძლებელია განვითარება და დღევანდელი სპექტაკლი არ ვფიქრობ რომ არის კიდევ ერთი ესეთი მიღწევა, კიდევ ერთი წარმატება, რეჟისორი ხა ცნობილი რეჟისორია, დიდი ხანია მას ვიცნობ, ძალიან ბევრი სპექტაკლი აქვს, ძალიან საინტერესო დაგმოლებაც და რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის ამ ახალგაზრდების დამსახურება ლევანთან ერთად, რომლებმაც აი ესეთი შესანიშნავ ჭალებში ვიხმარა ამ სიტყვას, რა თქმა უნდა შოუ მოაწყვეს, იმიტომ რომ აქ საჭიროა ყველაფერი ერთად იცოდე, ცეკვავდე, მღეროდე, პლასტიკა ქონდეს, გამოიყურებოდეს სცენურად და აი ამ ჯგუფმა, ამ შესანიშნავმა ჯგუფმა, რომლებსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად ესმით ერთმანეთს, პარტნიორების მას გულისხმობ ნაწილს, რაც აუცილებელია თეატრში, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გაითავისეს, ძალიან კარგად მოიტანეს ჩვენამდე და რა თქმა უნდა ეს არის აი ამ თეატრის, გურჯაანის თეატრის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან გვიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვსემთ ამ თეატრის, აი ასეთი თეატრის, აი ესეთ ხარისხში შენარჩუნებას, რა თქმა უნდა არის კიდევ ერთი წარმატება და მინდა ბევრი წარმატება უსურვო არა მარტო სპექტაკლების თვალსაზრისით, არამედ გამარჯვებების თვალსაზრისით, რაც მოაქვს ხოლმე ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშს. ამ ფესტივალის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ სამოყვარულო და სახალხო თეატრებს დახმარება გაუწიოს, მათი პოპულარიზაცია მოახდინოს და ყველანაირად დაეხმაროს მათ პროფესიულ განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ ფესტივალის და საგანმანათლებლო ფუნქციაც აკისრია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ამ ფესტივალის მასშტაბი რო უკვე სიღნაღიდან გურჯაანშიც ვართ და შემდგომ ერთი დღე ყვარელშიც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი კახეთის რეგიონისთვის და ეს ერთგვარად ტურისტული ფუნქციაც უცხოელი სტუმრების ნახვა ამ ქალაქების და ასე შემდეგ მგონია რომ აფართოვებს თვალსაჭიერს. დღევანდელ სპექტაკლს რაც შეეხება, ყველა სპექტაკლი ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად საინტერესოა, იმიტომ რომ ერთგვარად კეთდება თეატრის სიყვარულით, რაც ყველაზე მთავარია, ემოციური დამოკიდებულებით და წარმატებები გურჯაანის დასს და რა თქმა უნდა წარმატებები ფესტივალში მონაწილეობს თითოეულ ჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის, ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი ამისთვის და ძალიან ბევრს ნიშნავს თვითონ ეს სპექტაკლი თითოეული ჩვენგანისთვის ამისთვის. აქ ამ სპექტაკლში აღმოვაჩინეთ იდეაში, რომ ანუ ვიღაცას სიმღერა შეეძლო, ვიღაცას დაკვრა შეეძლო, ვიღაცას ის შეეძლო მოძრაობა, ცეკვა ასე შემდეგ და ეს არ იყო უბრალოდ ის, რომ აი სპექტაკლი ვითამაში და ვსო, ეს იყო ის, რომ ჩვენი თავი აღმოვაჩინეთ ბატონი ლევან ხუჩიას წყალობით და კიდე ბექას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი არიან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოს ყველას, იმიტომ რომ საოცრებაა ეს ურთიერთობა.